პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომა გრძელდება იმჟელეს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის საქმეზე. ახლა განმარტება მამუკა კვარაცხელიამის სამანამდე შალვა ობგაძისა და მისი ოჯახის წევრების დევნის საქმეზე შალვა ობგაძეს მოусმინეს. 2003 წლის დეკემბრის დასაწყისი იყო მე დავინიშნე ერთ-ერთი ყველაზე იმ პერიოდისათვის სახელგანთქმული ორგანიზაციის ხელმძღვანელად საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად და მე ვარ ამაყი რომ პირველმა ვთქვი ეს ფრაზა რომ დღეიდან საგზაო პოლიციელი გთამს აღარ იღებს. დღე არის გელა ნიკოლაიშვილი ჩვენთვის ცნობილი უფლებადამცველი მაშინ და მეუბნება რომ იცით რა რატი ალექსიძე თხოვა რომ თქვენთვის მომემართა რომ მისი ავტომობილი რომელიც არის ჩამორთმეული დგას საჯარიმო რომელიც იდგა საჯარიმო მოედაზე ამ ავტომობილს ხშირად ხედავენ ჩამორთმეულ და რომელიც უნდა მდგარიყო საჯარიმო მოედაზე ხშირად ნახულობენ ქალაქში სხვადასხვა ადგილზე შემდგომ მე ვურეკავ იყო ასეთი პროკურორი მამუკა კვარამია და ის მეუბნება რომ ეს ავტომობილი დგას პროკურატურის შენობაში რა თქმა უნდა იტყუება და ყოველ შემთხვევისათვის ასეთი შევთანხმდით რომ ის დაკავებაზე უნდა გადაგვეცი ჩვენ გადავეცით დაკავებაზე ეს ავტომობილი და ნახევარ საათში მირეკავს თვითონ რატი ალექსიძე და გელა ნიკოლაიშვილი და მოგონებია რომ ეს ავტომობილი მათ იპოვეს შრალ ხიდზე, აი სადაც სუვენირები იყიდება, როგორც გადმომცეს ქალბატონეიჯი და მანქანაში რომ წავიცით. ვინ არის, მაგრამ მძღოლი იყო თუ არ ვცდები, როგორც გადმომცეს კოლბას უბელია. სულ ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ამ ავტომობილს ექსპლუატაციას უწევდა გიგი უგულავა. აი ამის შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო რომ ესე იგი შავი პიარის აგორება იმავე საღამოს მე მიბარებს ministri შინაგან საქმეთა სამინისტრო შინაგან საქმეთა ministri სამინისტროში და მე წერ განცხადებას და გადადგომას ვაკეთებ გადადგომის შესახებ განცხადებას ვაკეთებ და ამის შემდეგ იწყება რაც ყველაზე მძიმე გასამკლავებელია ეს არის შავი პიარის აგორება. მოგმართათ თქვენ როდესაც მიმართეთ პროკურატურას და დაიწყეთ გამოკვლევა აღმოაჩინეთ რომ ამ მანქანით რომელიც ავტოსადგომზე უნდა მდგარიყო კანონით დადგენილი წესით სარგებლობდა ბატონი გიგი უგულავა და მისი ოჯახის წევრი ქალბატონი ამას ამბობთ რაც მეტად დაინტერესდით თქვენ ამ საკითხით მით მეტად წამოვიდა თქვენს წინააღმდეგ პრობლემები ამას ამბობთ და დაგიბარათ გია ბარამიძე საუბრისას მეთხრა რომ უნდა გადავდგე ვინაიდან ცუდად მექნება საქმე აუცილებლად შეიძლება დამიჭირონ ჩვენ როგორღაც უნდა მოვითმინოთ იმიტომ რომ ჩვენ ახლა რეალურად რეფორმები უნდა დავიწყოთ ნუ რაღაც შინაგან საქმეთა მინისტრი არის ის ვინც ჟარგონს გამოვიყენებ რა კი ამ ჟარგონიც არ არის მაგრამ საყვალპურო ქართულს ვინც იჭერს და შინაგან საქმეთა მინისტრი თქვენ გეუბნებათ რომ თქვენი დაჭერა რომ არ გახდეს საჭირო, უნდა მოვითმინოთო? დიახ. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ მის მიმართ მოდიოდა ვინმესგან მუქა რა? ნუ ცხადია. ვისგან? ნუ ცხადია, რომ ვისგან უნდა ვანო მერა ვინ იყო მაშინდელი გადაწყვეტილების მიმღები წრე? ეს იყო ვანო მერაბიშვილი, ეს იყო ირაკლი ოქრუაშვილი, ეს იყო სააკაშვილი, აი ეს წრე, მთელი ქონება, ესე იგი იავარქმნილი იქნა საავტომობილო ფედერაციის ჩაუდექის სათავეში ამ ჩემი გადადგომის მერე და ჩემ მეგობრებთან და ჩემს თანამოაზრეებთან, ვეტერანებთან, ახალგაზრდებთან ერთად პირველი ვინც საავტომობილო აი აქედან დაიწყო უკვე ჩემი ასე ვთქვათ ტანჯვა-წამება. პირველი ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო ეს გახდათ ვანო მერაბიშვილი. მან ერთ-ერთი შეჯიბრის დროს მე ტელეფონი მომაწოდეს შენთან უნდა დალაპარაკებაო და როგორც თვითონ მითხრა ის იყო ამერიკაში და მითხრა რომ უნდა შევყვილიყავით ამ ავტოდრომის თაობაზე. ნუ რო ჩამოვიდა დამირეკეს
შემდგომ ამერიკა ადმინისტრაციის უფროსი იყო შოთა ხიზანიშვილი და დაახლოებით 1.5 წუთი ვისაუბრებდა. ის ყველანაირად მისაბუთებდა, რომ კარგი იქნებოდა თუ ჩვენ დავთმობდით ამ ავტოდრომს. ხოჭორის მე ერეკლე კოდუამ მთხოვა, რომ ისულიყავი მოდულის შენობაში. ვინ იყო ერეკლე კოდუა, რომ დააზუსტოთ? ერეკლე კოდუა მაშინდელი არის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი სოდის ხელმძღვანელი ბატონო ალეკო ხვარმეშლება ეგრე ხო? სოდის უფროსი. და მე გაგონილი კი მქონდა, რომ არსებობდა რაღაცა ეგრეთ წოდებული სოდის სიები, მაგრამ მე ეს ვნახე პირადად, როდესაც მე ერეკლემ ირაკლი კოდუამ მაჩვენა, რომ ძალიან სამწუხაროდ რომ შენო ამ ნუსხაში ხარო და ეს იყო სადღაც სანამ ომი დაიწყებოდა საქართველოს ფედერაციის კი თუ უკვე გადამდგარი ხარ? არა, ჯერ არა. ჯერ არა, გადამდგარი და დაგიბარათ და ასე ვთქვათ მეგობრულად გაჩვენათ შავი სია. შემიძლია თქვა 100%-იანი სიზუსტით, რომ ეს იყო უკანონო მოსმენა. ყველაზე მძიმე, ვიდრე დავიწყე საუბარი, ეს იყო უკვე ჩვენი დაჭერა მთელი ოჯახის და ლევანი ჩემი უმცროსი შვილი, რომელ ერთადაც ვიყავით იმ მომენტში 26 მაისს ღამე 2011 წლის და წყლის ჭალმა გიორგი ჩემ უფროსის დაგვაცილა და ჩემ მეუღლეს. მთელი ოჯახი იქ ვიყავით. 26 მაისს 2011 წელს ორი სიტყვით რო თქვა რა ხდებოდა, ოპერაცია დამჭირდაო, რა ოპერაცია იყო, შვილების წამება, რა იგულისხმება სამეს როგორაც. ესე იგი, ცოტა დეტალურად. ეს იყო 26 მაისის სადამსჯელო ოპერაცია 2011 წლის, როდესაც ძალიან ბევრი ჩვენ, აი აქ ყოფი ადამიანებიც ერთად ვილაშქრებდით იმ რეჟიმის წინააღმდეგ. კიდევ პარლამენტის შენობის წინ, სადაც პარლამენტის შენობის წინ. აი იქ 26 მაისი 2011 მაისი. და ბატონ მიხეილ სააკაშვილს ეჩქარებოდა, რომ 26 მაისის დილას გაემართა ამავე ადგილას დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიება და გადაწყვიტა, რომ მშვიდობიანი მანიფესტანტები დაერბია და ასე გამოეთავისუფლებინა რუსთაველის გამზირი. ამ დროს თქვენ რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდით ოჯახთან ერთად. დიახ. აი რომ გითხრათ დეტალები, რა არის მერე და როგორ მოხდა. ესე იგი, ჩემმა მეუღლემ გამოგვიტანა ჩვენ დასაცმელი გამოსაცვლელი, მაგრამ ეს იყო სადღაც 9 საათი წვიმა დაიწყო და მაგრამ უკან გასვლა უკვე იყო საშიში, იმიტომ რომ უკვე ვიცოდით, რომ უკან გასვლის დროს შეურაცხყოფის, ფიზიკური შეურაცხყოფის გარეშე არავის არ უშვებდა. ეს იყო მთლიანად გადაკეტილი მოედანი, ეს ჩიტაძის ქუჩა იქნებოდა, რუსთაველის ორივე მხარე იქნებოდა, ხო, ეს იყო ოპერაცია ყულბი, რომელიც, ესე იგი, იმ სულძაღლიანმა როდიონოვმაც კი ხომ რაღაც ნაწილი გზა დაგვიტოვა გასაქცევი 9 აპრილს 1993 წელს. მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა. ერთი აი არსად გასაქცევის საშუალება არ იყო. უნდა ყველა ამ ხორცსაკებ მანქანაში უნდა მოყოლილიყო და დაზიანების გარეშე როგორც მას ბრძანება ქონდა, არავინ არ გასცა, არავინ არ უნდა ყოფილიყო და რაც შესრულდა კიდევ მეორე მე უგონოდ შემიტანეს საავადმყოფოში იმ ღამის შემდეგ, ხოლო გიორგი და ლევანი აწამეს უღმერთოდ. თქვენ მოხვდით საავადმყოფოში რის შედეგად? გირტყეს, ვინ გირტყათ? ძნელია გავიხსენო, იმიტომ რომ ნიღბიანი ადამიანები იყვნენ და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ კიდევ ვაბობ ეს ფოტოები, რომელიც ავდალაძემ და იმ ცნობილმა ჩვენმა ფოტოგრაფებმა რის გამოც დაიჭირეს მე და რომ არა ეს ფოტოები ჩვენ ისე ჩამოგწევდნენ, როგორც აი დაგიბარებია ეს რა და ძალიან ცუდი ფოტოებია, სისხლიანი ფოტოებია ჩემი და ჩემი შვილების და რამდენი როდესაც ხელები უკან შემიკრეს და მე და ლევანი დაგვაცილეს ერთმანეთს, უკნიდან ვიღაცა მიცნო და რა ქვია კეფაში
ნუ ალბათ ორი დარტყმა და მე უკვე აღარაფერი აღარ მახსოვს, სანამ საავადმყოფოში არ მიმიყვანეს. რეფერენდუმი, უცხოური გავლენა, პოლარიზაცია, ხალხის არჩევანი, შანტაჟი, 28 ნოემბერი, დაპირისპირება, პროპაგანდის მარცხი, გამარჯვება და მიზანი. პარლამენტის თავმჯდომარე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს აჯამებს და განვლილი 6 თვის შესახებ წერს. შალვა-პაშულიე გამოქვეყნებულ განცხადებას ურთავს ქართს წარწერით მშვიდობა საქართველოს. პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი სრულად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებულმა ბოიკოტმა ოპოზიცია პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა. საქართველომ კი როგორც სახელმწიფო მისე მოქალაქეებმა განვლილ პერიოდში უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი მიიღეს. რეფერენდუმი. ჩვენ გვახსოვს, რომ გასული საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ რეფერენდუმად მონათლა და თქვა, რომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს ევროპასა და რუსეთს შორის. ეს კამპანია 2024 წლის მარტის პირველივე რიცხვებში სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო და მასში უცხოური და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა დაანონსა. საბოლოოდ ყველა ოპოზიციური პარტია თუ NGO ლიდერი ამ ხედვის ქვეშ დადგა და ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტის გამკეთებელ ხელისუფლებას ევროპის სახელით დაუპირისპირდა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს გამოწვევა მიიღო. იყოს რეფერენდუმი, ვთქვით ჩვენ, როგორც ჩვენ ხალხს ავუხსნით, რეალურად რა რეფერენდუმია ეს, რასა და რა შორის ვირჩევთ. ქართული ოცნების კამპანია სწორედ ამ ხედვის გაზიარებას დაეფუძნა. ადამიანებს უნდა აერჩიათ წარსულსა და მომავალ შორის, ომის საფრთხესა და მშვიდობას შორის, დისკრედიტირებულ დამნაშავე პოლიტიკოსებსა და პასუხისმგებლიან ხელისუფლებას შორის, ძალაუფლების წყაროს ქვეყნის გარეთ ძიებასა და ხალხის ნებას შორის, უცხოურ გავლენასა და თვითმყოფადობას შორის. უცხოეთის გავლენა. სხვა წინაარჩევნებისგან უპრეცედენტო და განსხვავებული, რაც ვნახეთ, იყო უცხოეთის ღია და პირდაპირი ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესში და ხალხის ნებაზე დაუფარავი ზემოქმედება. გარდა იმისა, რომ ეს კანონმდებლობით პირდაპირ აკრძალული საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის ღია და თავისუფალ კონკურენციაში ზოგიერთმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ დაიჭირა ცალსახა მხარე ოპოზიციის სასარგებლოდ და მათი განცხადებები პირდაპირ მიმართა ქვეყანაში ხელისუფლების შესაძლებლად. გარდა პირდაპირი აგიტაციისა და მოწოდების საარჩევნების მოახლოებასთან ერთად გაჩნდა პირდაპირი მინიშნებები და მუქარა, რომ არჩევნების არასასურველ რეზულტატს მოხვებოდა სათანადო სადამშილო შედეგების სანქციები, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება და სხვა ინსტრუმენტების ამოქმედებაც. პოლარიზაცია. საარჩევნო პროცესში ამგვარმა ჩარევამ და რადიკალიზაციამ წარმოშვა სრულიად პოლარიზებული გარემო, სადაც ქვეყნის მოქალაქეები მშვიდ კონსტრუქციულ გარემოში სასურველი პარტიის არჩევის ნაცვლად ჩართული აღმოჩნდნენ სრულიად პოლარიზებულ, აპოკალიფტურად დამუხტულ ვითარებაში, რომელსაც ქვეყნის ბედისწერა უნდა გადაეწყვიტა. მართლაც 27 ოქტომბრამდე ქვეყანაში არ გაჩენილა არც ერთი პრეტენზია ცესკოს საქმიანობის და ახალი ელექტრონული მთლედი მანქანების საშუალებით არჩევნების ჩატარების მიმართ. ყველა დამკვირვებელი წარმომადგენლობა და თვით ოპოზიციაც სრული სისავსით დადებითად აფასებდა გაწეულ სამუშაოს. სათამაშო მოედნის მიმართ თვით 26 ოქტომბრის ჩათვლით რაიმე სერიოზული პრეტენზია არ გამოთქმულა. ხალხის არჩევანი. ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კამპანიაში გახმიანებული თემა ომის არდაუშვებლობის შესახებ პრაქტიკულად დადასტურდა საარჩევნო პროცესში უცხოეთის პირდაპირი ჩართვით, რომელიც ცალსახად ისახავდა მიზნად ხელისუფლების ცვლილებას. ტაქტიკური გათვლა კი მდგომარეობდა იმ ცრუ მოლოდინზე, რომ ფუჩიანი კამფეტის თუ თაფლაგვერის დაპირებით ქართული ხალხის უმრავლესობა მოტყუდებოდა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს განუდგებოდა. მათ ვერ გათვალეს, რომ 3000 წლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მატარებელი ერი, რომელმაც ისტორიის მიმდინარე ეტაპზეც არაერთი მწარე გაკვეთილი იწვნია, ასე ადვილად ანკესზე ვერ წამოეგებოდა. შანტაჟი. 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერ გადალახულმა ოპოზიციამ ჯამურად ხმათა 38% მოაგროვა, რაც სარეფერენდუმო პროპაგანდისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. თითქოს ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ოპოზიციას უნდა გახარებოდა სამომავლო საქმიანობის კარგ ბაზის ადექცია და კონსტიტუციურ ჩარჩოებში საქმიანობის გასაგრძელებელ მოტივაციად ქცეულიყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ უცხოელ პატრონებს მხოლოდ ერთი შედეგი აძლევდა ხელს: ხელისუფლების ცვლილება. დემოკრატიის განვითარება და წინ გადადგმული ნაბიჯი ლიტონი ტერმინი გამოდგა. ამიტომ გვახსოვს არჩევნებიდან ორ დღეში მიღებული მითითებები, იპოვნეთ და მოაგროვეთ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები. და ასევე გვახსოვს სასოწარკვეთილი ოპოზიციის განწირული მცდელობები, ხან ციური 300,000 ზედმეტი ხმა ეპოვნათ და ხან გაჟონვის მითი გამოეგონებინათ. ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელით პირდაპირ უბიძგეს ბოიკოტის გამოცხადებისა და დაუმორჩილებლობისკენ. დაიწყო შანტაჟის მორიგი რაუნდი, არაღიარებით ვაჭრობა, რომლის მსგავსიც 2020 წლის არჩევნების
შედეგებზეც ვნახეთ. 28 ნოემბერი. მე-11 მოწვევის პარლამენტის გახსნიდან 2 დღეში უკმაყოფილო უცხოეთის მხრიდან დემარშისა და მტრული განწყობის ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ შანტაჟის რეჟიმში ყოფნაზე უარი თქვა. ქართულმა ოცნებამ ამ ურჩევლის უმრავლესობის ნებაზე დაყრდნობით თვალი გაუსწორა შექმნილ ვითარებას და გარე ჩარევას სათანადო პასუხი გასცა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ გავაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მუშაობას 2028 წლამდე. მანამდე კი მოლაპარაკებების გახსნას და სხვა შუალედურ ეტაპებს ვაჭრობის საგნად არ ვაქცევით. ეს განცხადება უკმაყოფილო იმედგაცრუებულმა და გაბრაზებულმა უცხოეთმა თბილისში საპროტესტო გამოსვლების დასაწყებად გამოიყენა. დაპირისპირება. გაბრაზებული უცხოეთის აგრესია ნოემბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამაც გაზარდა. არჩევნებში დამარცხებულ ადმინისტრაციას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე თბილისის ზღვარგადასული პროტესტისთვის და მორიგი ფერადი რევოლუციისთვის მწვანე შუქი სრულად ჰქონდა ანთებული. ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, როგორი დუმილით ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესს დიპლომატთა ის ნაწილი, რომელიც წინასაარჩევნოდ სიტყვა უხობდნენ, ახლა კი სწორედ მათი ინსპირირებით, როგორ მიუშვეს აგრესიული დემონსტრანტები პოლიციასთან დასაპირისპირებლად. მანამდე პირველად ჩვენს ისტორიაში დემონსტრანტს ცოცხალ ადამიანზე მოლოტოვის კოქტეილი ასრულინეს, დასაწვავად გაიმედეს და შემდეგ გმირად გამოაცხადეს. პროპაგანდის მარცხი. სრულიად მოულოდნელად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად გამოაცხადა იმ მავნე პრაქტიკის დასრულების შესახებ, რომელსაც იყენებდა ამერიკის ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე რბილ ძალად მონათლული USAID-ის თუ NED-ის გამოყენებით. მან დახურა USAID როგორც ამერიკული გრძელვადიანი ინტერესების დამაზიანებელი ინსტიტუცია. დაიწყო ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცესი. USAID-ის როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოდანაც სხვა ფონდები აიძულა ნაწილობრივ მაინც შეეფსოთ ევროებით გამქრალი დოლარები. გამარჯვება. არჩევნებიდან 6 თვის თავზე ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას გამარჯვების რწმენა დაუბრუნა. მან არა მხოლოდ თავის ამომრჩეველს, არამედ ოპოზიციურ ელექტორატსაც კარგად დაანახა, რომ ქართული ოცნება ემსახურება მხოლოდ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს. უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსება ემსახურებოდა უცხოეთის ინტერესებსა და მათ დღის წესრიგს. ომის საშიშროება რეალურია და ომის მსურველთა გეგმაზე მორევა ამერიკის პრეზიდენტის ნებასაც კი უჭირს. ქართული ოპოზიცია ბიბულია გარედან მიღებულ ინსტრუქციებსა და ხალხის ლეგიტიმაცია მათთვის არაფერია. ქვეყანაში სტაბილურობის უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტი მხოლოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ქართული ოცნებაა. საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარიღია, ის ერთგულია 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მის მეგობრებთან და მზადაა ახალი ფურცლის გადასაშლელად. საბოლოოდ მიღწეული მონაპოვარის გამტკიცება და გამარჯვება შემოდგომაზე გასამართ არჩევნებზე მოხდება. მიზანი: ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ 3000 წლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე ქვეყნის მართვა ხვდა წილად, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა. ასე რომ გლობალური ინტერესებით მოქმედ ძალებთან ბრძოლა ისევე ძველია, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენი მიზანი ამ ეპიკურ დაპირისპირებაში ისევე სახელოვნად გამარჯვებაა, როგორც ამას ჩვენი ბრძენი წინაპრები ახერხებდნენ. უახლოესი მიზანი კი ცხადია ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვებაა. გლობალური deep state, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სახელმწიფოებსა და კორპორაციებზე, საკუთარი ინტერესების გატარებას მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში გავლენათა კოორდინაციით ახერხებს. ქართული ოპოზიცია სამწუხაროდ ამ უცხო გლობალური ინტერესების ბრმა იარაღად იქცა და ნამდვილ ქართულ მშობლიურ გამოცდილებას დაუპირისპირდა. ჩვენ ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ მოვიგებთ და საქართველოში ახალ ფურცელს გადავშლით. შალვა პოპოშვილის ოფიციალურ წერილს გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ქართული ოცნება ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ მათი პოზიციები არის აბსოლუტურად აცდენილი ქართული ხალხის ხმას. ბრჭყალებში გამარჯვებულ პარტიას, რომელიც არის ხელისუფლებაში, არ სჭირდება ასეთი წერილების გამოქვეყნება და ყოველდღიურად მტკიცება იმისა, როგორი ეგრეთ წოდებულად ძლიერები არიან. გარდა იმისა, რომ სიძულვილის ენა აფრქვიეს მთელი ამ წლების განმავლობაში და აწარმოეს ეგრეთ წოდებული არჩევნების სისხლიანი ბანერებით და წახალისებული იყო ძალადობა, ეს არის აბსოლუტურად შედეგი იმ კამპანიის, რასაც ისინი აწარმოებდნენ. ხოცებმა და ნაცებმა შეთანხმებით თუ ასე გამოუვიდათ, ქართულ ხალხს წაართვეს საერთოდ საპარლამენტო რესპუბლიკა და ახლა ჩვეულებრივად პარლამენტის მაგივრად გვაქვს ერთი პარტიული ოფისი, პარლამენტის ეშენობა აქციას ხოცების ოფისად. ხო და ამას ერთი მხარე ეძახის წარმატებას და ეუბნება, რომ მეორეზე მე შენ
მოგიგეო, გავარჯვებული ვარ შენზეო და ნუ ჩემი აზრით ეს ჩვენ არ გვეხებოდეს ძალიან სასაცილო იქნებოდა რომ პატარა ბავშვებით მე მოვიგე სკვირილს ეწირება ჩვენი ქართული ხალხის ინტერესები. ქართული ოცნება რას დაწერს კანონში, რა ფორმით აღწერს იმ პროცესს, რომელსაც არ ახორციელებს რა მნიშვნელობა აქვს. გამოდის და კეკლუცობს თავმომწონეობით ერთი კანონი დაასახელოს, რომელიც ამ პარლამენტმა მიიღო, რომელიც რამეში პოზიტიურად წააგება და გამოადგება ან ამ ქვეყნის ხალხს, ან ამ ქვეყნის მოსახლეობას, ან სახელმწიფო ინსტიტუტებს. ასეც ვერ დაასახელებს. ამიტომა რომ მას არ აქვს სასაუბრო თავის საქმიანობაზე, ესაუბრო საზოგადოებას და რაღაც სისულელეების, შეთქმულების თეორიების და აბსოლუტურად შინაარსზე დაცული ფრაზებით ესაუბრება Facebook პოსტის საშუალებით. რადიკალურ ოპოზიციას ქონდა პირდაპირ დავალებული გეგმა, რომ აი ამ რაღაც გარკვეული პროცესებით პარლამენტში არ შეშლით, პარლამენტის ქართული ხალხის დაშანტაჟებით მოეხდინათ ისეთი რადიკალიზმის განვითარება ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ გარე აქტორებს და მათ დავალების მიმცემებს და თვითონ აი ამ რადიკალებისთვის იქნებოდა სასარგებლო. საბოლოო ჯამში ეს ყველა მცდელობა ჩავარდა, თუ რამე ეწყინათ აგენტებს და თუ არ გამოუვიდათ ქვეყნის ფარგლებს გარე დავალების მიმცემებს საქართველოში ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნა, ნუ ამაზე ჩვენ ბოდიში ნამდვილად ვერ მოვიხდი. რას აკეთებს ქართული ოცნება და რას აკეთებს ოპოზიცია წოდებული გაერთიანება. კოლექტიური ნაცმოძრაობა. არის კონკრეტული ამოცანა, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას. არის მეორე ამოცანა, რომ ქვეყანა გავიყვანოს სამშვიდობო, შევინარჩუნოს სტაბილურობა და ის მაჩვენებელი, ნამაჩვენებლები, რომელიც თელმა მსოფლიომ აღიარა და რეიტინგებში არის ასახული, რომელიც კვირაში ერთხელ ქვეყნდება და საქართველოს მომწინავე პოზიციაზე დგომას უჩვენებს. აი მოკლედ ეს არის რომ შევაჯამოთ ის, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა. შედეგით უნდა ვიმსჯელოთ ქართული ოცნების ინიციატივას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება, დღეს დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა აკრძალოს პარტია, რომლის საქმიანობის არსი მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია, მართლ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ამით სახელმწიფო სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება. უგებრივია, რომ როდესაც საუბრობთ ჩვენ დიქტატურის დამყარებაზე, რეალურად ოპოზიციური პარტიები, რომელიც არსებობს და რომელიც ივანიშვილს უფლისდება, ივანიშვილს არ სურს რომ არსებობდეს პოლიტიკურ ველზე, ამიტომაც მისი გადაწყვეტილებაა, რომ სხვადასხვა ტიპის პარტიები უბრალოდ აკრძალს. თავალზე დაცულობრობა ეწერება თუ აღარ ეწერება, ისედაც სახელმწიფო დაფინანსებას მოხსნელი გვაქვს და ყველა რეალიზაციულ აღნიშნულებს ჩვენზე, ასე რომ თავი და პრინციპული საკითხი არის ის, როდის დაამარცხებს ქართული ხალხი ამ სისტემას და არა ის რეპრესიული კანონები, რომელსაც ეს სისტემა მიიღებს. ყველა ნახეთ როგორი ესე ვთქვათ დაპირებები გააჩერა ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობის და მისი ესე ვთქვათ შემადგენელი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და მე გამოვიდნენ და ესე საჯარო საზოგადოებას მოახსენეს რომ თურმე არც ამ ჯერზე არ აქვს ამის უნარი, არც ამ ჯერზე არ აქვს ამის რესურსი, რომ რეალური ქმედებები განახორციელონ. პირველ რიგში თუ საგნ უნდა ეძებონ რადიკალიზმის დამფინანსებლები, რადიკალიზმის მხარდამჭერები ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროინდელი პირველ რიგში თავის რიგებში უნდა ეძებონ. ნიურნბერგის პროცესი, რომელიც ჩატარებული იყო და ნაცისტური მოძრაობა გერმანიაში დარჩენილი იყო, ის როგორ ოპოზიციური ფლანგი იქნებოდა გერმანელი ხელისუფლებისთვის, გერმანული ხელისუფლებისთვის, ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ყველა. ან ტოკიოში არ ჩატარებული იყო ტოკიოს პროცესი. ხოლმე ხა, როდესაც სახეზეა დანაშაულების სისტემური განმეორება, სისტემური ციკლი საკუთარ მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე სისტემურად ძალადობის, ბუნებრივია, რომ ასეთი პარტია ცილდება პოლიტიკურ სარბიელს, პოლიტიკურ სპეცს და ის ცხადია, რომ რაღაც დანაშაულებრივ სინდიკატად ყალიბდება. სულ რომ არ იყოს ქართული ოცნება, ის ფაქტები, რაც ჩვენ თუნდაც ის ფაქტების ის მცირე ნაწილი, რაც ჩვენ მოვისმინეთ კომისიის მიმდინარე სხდომაზე, ერთიც კი ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რათა ადამიანების დიდი რაოდენობა მიეცათ პასუხისგებაში, დღემდე ყოფილიყვნენ მისჯილი ქონდათ დღემდე გარკვეული დანაშაულისათვის მოხდა გარკვეული ვადის
და საერთოდ გაქრებოდა პოლიტიკური სივრციდან ნებისმიერი ასეთი პოლიტიკური გაერთიანების სახელიც კი